ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ახლო აღმოსავლეთის ტურში თავდაპირველად ისრაელს ესტუმრა. მარკო რუბიო ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრის დროს რუბიომ ისრაელის ლიდერთან სხვა საკითხებთან ერთად განიხილა დონალდ ტრამპის სადავო ინიციატივა ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლების შესახებ. მარკო რუბიოს თქმით, ის მხარს უჭერს ტრამპის გეგმას, რადგან ცვლილებებია საჭირო. არ შეიძლება გაგრძელდეს იგივე ციკლი, რომელშიც ჩვენ ვიმეორებთ ერთსა და იმავეს და ვუბრუნდებით იმავე ადგილს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო. ჰამასი ვეღარ შეძლებს იყოს სამხედრო და პოლიტიკური ძალა და გულწრფელი რომ ვიყო, სანამ ჰამასი არის ძალა, რომელსაც აქვს უნარი მართოს ღაზა და რომელსაც შეუძლია დაიმუქროს, მშვიდობის დამყარება შეუძლებელი იქნება. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ტრამპის გეგმა ერთადერთი ეფექტური გზაა, რომელიც გამოსავალს გვთავაზობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. პრეზიდენტი ტრამპი და მე ვმუშაობთ სრული თანამშრომლობითა და კოორდინაციით. გვაქვს საერთო სტრატეგია და ამ სტრატეგიის დეტალებს საზოგადოებას ყოველთვის ვერ გავუზიარებთ. მათ შორის ისიცაა, თუ როდის გაიხსნება ჯოჯოხეთის კარიბჭე და ეს აუცილებლად მოხდება, თუ ჩვენი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება. თავისი ტურის ფარგლებში მარკო რუბიო საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც ეწევა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეგვიპტისა და იორდანიის მთავრობებმა ღაზიდან პალესტინელი დევნილების მიღებაზე უარი თქვა, მარკო რუბიო ტურის განმავლობაში ამ ქვეყნებს აღარ ეწევა.